საღამო მშვიდობის გებრუნდებით რუბრიკით მასწავლებელთა გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ვაგრძელებთ 2025 წლის ტესტის განხილვას. დღეს ჩვენ განვიხილავთ მეორე დავალებას. მაშ დავიწყოთ. გვეკითხებიან, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ დაირთავს ზმნის წინს? მოდით გავიხსენოთ, რომ ზმნის წინი ზმნას დაერთვის თავში და უცვლის მას გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და განვიხილოთ თითოეული ზმნა შესაბამისი მაგალითებით. პირველი ზმნა გახლავთ ქრის. დავურთოთ მას ზმნის წინი მაგალითად მიქრის. ასევე შესაძლოა ვთქვათ მოქრის, დაქრის და ასე შემდეგ. როგორც ხედავთ, პირველი ზმნა დაირთავს ზმნის წინს, ამიტომაც მოცემულ კითხვას პასუხად არ შეესაბამება. მოდით ბ პასუხი ცოტა ხანს გამოვტოვოთ და გადავიდეთ გ პასუხზე. ადგენს. მაგალითად დავურთოთ მას შეზმნის წინი. ადგენს. დაადგენს და ასე შემდეგ. ამდენად გ პასუხიც არ შეესაბამება მოცემულ კითხვას. აფერადებს. მაგალითად გააფერადებს. դ პასუხიც გამოვრიცხეთ. გრჩება ბ პასუხი ცოცხლობს, რომელსაც არ დაერთვის ზმნის წინი და სწორედ მოცემული კითხვის პასუხი არის ბ. როგორც ხედავთ, მასწავლებელთა გამოცდაში აი ასეთი ძალიან მარტივი ტესტი იყო ჩადებული 2025 წელს, მოითხოვდა მცირე დაკვირვებას და სულ რამდენიმე წუთს. გისურვებთ წარმატებას. მადლობა, რომ გვიყურეთ და თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. დროებით!